ეშმაკის ადვოკატის როლში ვარ ახლა გარკვეულწილად. ბიზინა ევანიშვილმა 20-30 პროგრამით მოვიდა, ხო? ახლა შეიძლება ის რაც ახლა ის აკეთებს, შეიძლება 30-ისთვის თავის სულ წასვლას პოლიტიკიდან ფიქრობს. ამასაც მას სჭირდება ესეთი ხელისუფლება, რომელიც მის უსაფრთხოებას გარანტირებს. ესე იგი, ვისაც 100%-იან თენდობა სახელმწიფოც ისეთ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ მას რაიმე და მის ოჯახს რაიმე არ შეემთხვეს. ამისათვის მას სჭირდება, ამდენადაც მე ხვდები ერთი მხრივ, რუსეთის არ გადამტერება, თუმცა რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია მის შვილებს ან მას რაიმე ავნოს. და მეორე მხრივ სჭირდება სახელმწიფოც. საქართველოს, ესე იგი, ერთგვარი ისეთ დამოუკიდებლობელი რო იყოს, რომ რუსეთს სჭირდებოდეს მაინც რაღაცნაირად რა, ესე იგი, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს სრულად დაუძვრა ხელი და თქვა რუსეთს, მაშინ რუსეთი შურს იძიებს ბიზინაზე პირადად, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რუსეთში იქნა რუსეთმა მოახერხა და ისეთი ხელისუფლება დატოვა საქართველოს, ეყოლა საქართველოს, რომელიც თლიანად მას რუსეთს ეიქნება დამოკიდებული და ბიზინა ივანიშვილი საჭირო აღარ იქნება და მისი ერთგული ხალხი საჭირო აღარ იქნება. მაშინ რუსეთმა შეიძლება ჩაანაცვლოს იგი რაღაცის გამო ჩაანაცვლოს იგი სხვისით, იმიტომ ჩვენ ისიც ავვიცით ახლა პუტინი რამდენხანი იქნება ცოცხალი. ხო, ესე იგი ბიზინა აპირებს ჩემი აზრით, დაუშვებ ესეთ რამეს, რომ მას სჭირდება საქართველოს დამოუკიდებლობა. მეტნაკლები დამოუკიდებლობა, მყარი საქართველო სახელმწიფო, სადაც ის და მისი შვილები იცხოვრებენ შვიდად და წყნარად. და ამისათვის მას სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც მის უსაფრთხოებას არათუ გარანტირებს, არამედ სახელმწიფოებრიობასაც ერთგვარად შეინარჩუნებს. რაც შეეხება ომის აცილებას, ომის პრობლემას, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ამორჩეველზე და ქართველი ხალხის ფსიქიკაზე, ფსიქოლოგიაზე და მის გადაწყვეტილების გადაწყვეტილებაზე, პოლიტიკურ გადაწყვეტილებას გულისხმობ, მოდუსს მინდა გადაწყვეტილების მოდუსს. საერთოდ მოგიგება. ხო, თვითონ გადაწყვეტილება რა არის, ხო? გადაწყვეტილება ქართულად იყო ზრახვაჯო, განზრახვაზე, ხო, გადაწყვეტილება არის ეგეთი ქართული სიტყვა. ის ზრახვაზე, განზრახვაზე, ესე იგი ესეთი რამეა და ნებაზე და მსჯელობაზე დაფუძნებით მიიღე რამ გახვედი რამ აზრზე. ეს არის გადაწყვეტი. წყვეტ საკითხს, წყვეტ მოზომოს. გაზომე რა უკვე და იქ იმიტომ რომ სადაც ვიწროა იქ გაწყდეს ხო გახსოვთ ეგეთი გამოთქმაც ეს რაღაც წყვეტასთან ეს მუდმივ ეს ფიქრები გაურკვევლობა და რაღაცა კვანძი სადაც არიჭრება იქ უნდა გაუხსნელო კვანძი უნდა ჭახდე ჩაჭრა ხო ნახავთ ეს ამ გადაწყვეტილის მოდუსი სწორედ მაგას ნიშნავს. ესე გადაწყვეტილება არის რაღაცა მდგომარეობა და ის ხან ასაღებულობს, ხან იმასღებულობს, ხან ამასღებულობს. ესე გადამწყვეტლობა ადამიანზე, ესე მისი ზრახვა, მისი ზრახულობა, რაღაცას იმაში წავედი აბსტრაქციაში. ხო, ესე იგი ომი აგვაცილა, ხო, ახლა
ცირა ჩვენ შეიძლება ვთქვათ რომ ნუ ლაჩრები არა ვართ ნუ ვაშინებთ ამ ომით რაღაც მაგრამ დალაგებული დიახ არა ვართ ლაჩრები მაგრამ საქართველოს ჩარევა ისეთ ომში ჩართვა ჩარევა ისეთ ომში ჩათრევა ისეთ ომში სადაც ნუ საქართველოს ეკონომიკაც დაერღვევა ჩვენი გენოფონდიც ნუ ხა რაღაცა ფული ხომ აისტრიალებს ნუ ისიც არ ჩაიდება მე ომის პერიოდში შეიძლება ბანდებთან ყოველთვის მოლაპარაკება და იმ თვითი შეტანა რუსეთში რატურთით რუსეთს უნდა შეიძლება ცოტა ნაკლები მაგრამ არ არის გამორჩეული შეიძლება ცოტა მეტი რომ იყოს ალბათ რუსეთი მოთხოვდა ნუ რაც შეუძლია საქართველოს ეთყობა ის უკვე გააქვს მაგრამ იმ შემთხვევაში კიდევ შეიძლება მეტიც გაეტანა რუსეთს ან ნაკლები ან შეიძლება ხა ესაც უფრო აწე არ ვიცი ხარ როგორ შეიძლება მაგრამ ყოველ შემთხვევაში ომიც რო ყოფილიყო ჩვენთან სულ არ არის გამორიცხული რომ ეს გაგრძელდებოდა კონტრაბანდის შედინება რუსეთში რაც იყო რაც ახლა არის შეიძლება გაზრდილიყო კიდეც და ასეთ შემთხვევაში რუსეთისთვის ძალიან ადვილი იქნებოდა ნუ ელემენტარული რამე უნდა არ ჭირდება რომ საერთოდ რუს ჯარიც კი არ ჭირდება ამისათვის ეს არის იგივე იმავე აფხაზი ახალგაზრდების დაგეშვა და რაღაც პრივილეგიების მიცემა აფხაზებისთვის შეპირება და ისინი აფხაზები შეიძლება გადმოვიდოდნენ ენგურსაკეთ ომი ეს ჩრდილოეთ კავკასიელების ოსებს არ დავიწყოთ რომ უნდა გორიც, ყაზბეგიც, ბაკურიანიც და ძალიან დიდი საჩხერიც უნდა და ასე რომ იქ რაჭის ნახევარი უნდათ კიდე და ასე რომ ნუ გონია ჩვენ რომ არ გამოჩნდებოდნენ ის მეორები წავიდოდეს პარტიზანული განუწყვეტელი პარტიზანული ომი რუსეთი ამას უბრალოდ გააკეთა და ძალიან მარტივად და გადმოფრინდებოდა ჩვენს ბაზებს უბრალოდ დაბომბავდა თვითმფრინავი ჩვენ აერსაწინააღმდეგო არც აგვაქვს რამდენიმე ბაზა გვაქვს ალბათ იმას უბრალოდ გავგვინადგურებდა და დრო ერთ-ორ შახეთს გამოუშვებდა რა ეს და ერთი-ორი შახეთით საკმარისი ახლა რითე პისტოლი ლაგად კითხვა არის როგორც ეს ჩვენი მინისტრი შევარდნაძის დროს რო იყო მინისტრი აღარ მახსოვს მისი სახელი ის ამბობდა რომ ხო რომ რით ჩამოვაგდოთ ლაგატკითო და რით ჩამოვაგდეთ ლაგატკით ასე რომ რამე დაადეთ აბა რითი შეგეძლებოდა თო მე არ ვიცი ქართველები დავნებდებოდით და იმ გორს მივცემდით ესე ადვილად ის კი არა რომ არა ის შეთანხმება შევარდნაძისა და ელცის შორის როდესაც ხელი მოაწერეს ესე იგი ამ ჯარების გაყვანაზე და არამილიტარულ ზონად გამოცხადებაზე აფხაზეთის მივიღეთ ის რომ ქართველმა გამოიყვანეს ჯარი და სწორედ მაშინ რაც გამოიყვანეთ ერთი ბეტერი ქონდა თუ არ ვწდებით რაღაცას დამალული და კიდევ სამ დღეს იცავდნენ ქართველები ქალაქს და თქვენ წარმოგიდგენიათ რომ ჩვენი ჯარი იქიდან არ გამოიყვანა კიდე რამდენ ხანს დავიცავდით და ამასთან რომ არა ქობალიას და ზვიადის ეს გადაწყვეტილებები რაც გადაწყვეტილებები მათ მიიღეს პარტიზანულ ომებს ქართველები კიდევ რამდენ ხანს შეგვეძლო გვეწარმოებინა და ყოველ შემთხვევაში მე ასე მგონია ერთმა არ ვიცი ზუსტად როგორ არის მაგრამ გალი მთლიან საქართველოს ხარეს დარჩებოდა აი რო არა აი იმ შემთხვევაშიც კი რომ ჯარები გამოვიყვანეთ მაშინაც დარჩებოდა როზე არ გამსახურდიას რომ ეს არ გააკეთებინა რაც და ქობალიას ის რაც გააკეთეს ესე მგონია მე გალი მაინც ჩვენ ხარეს დარჩებოდა და რომ არა ის ხელშეკრულება და მოტყუება ელცინის მხრიდან შეიძლება სოხუმი ერასდროს სადაც გაგრა და იქით მან დარჩენოდა თუმცა ჩვენ მოგეთ ბევრი პოტენცია იყო მაშინ მაგრამ მაინც დამარცხდით და არა იმიტომ რომ ქართველები ლაჩრები ვიყავდნენ ომი არ შეგვეძლო არამედ უბრალოდ რაღაც ვერ ვიაზროვნეთ სწორად ქართველებმა სწორედ აზროვნებაში დაგვიმართა გარღვევა დაგვაკლდა ზუსტი გააზრება სიტუაციის ზუსტი გადაწყვეტილებების მიღება და ამიტომ წავაგეთ და არა ლაჩრობის მიღება მაგრამ ეხლა ხომ შეიძლება მაგალითად ჩვენ ხო ეხლა
კი ვართ ესე დაყოფილები, მაგრამ იგივე აფხაზეთის უკვე 2008 წელში აღარ წავედით, აი მაგალითად ისეთ რამე არ მოხდა, რომ როდესაც ჩვენი ჯარი იქ იყო და ომობდა, ამითი არის სარგებლას მაგალითად ოპოზიციამ და ზურგიდან არ დაარტყეს მიშას. აქ რაღაც გამოსვლები არ დავიწყეთ და რაღაც ესე და პირიქით, როდესაც მიშა რაღაცა გვაზეიმა, ვიზეიმეთ. შეიძლება არ გვინდოდა, არ გვეზემებოდა, არ გვინდოდა, მაგრამ დამარცხებების ზემენაც არ არის, უბრალოდ ამიტომ აჩვენა მიშამ ამითი სოლიდარობა აჩვენა, ხალხის ერთიანობა აჩვენა და შეიძლება ამან მიაღებინა კიდეც ამერიკას გადაწყვეტილება. მაინც იყო კალკულერად უამება, თუმცა იყო ვიცით იყო სცენაკშიც და სხვაგანაც იყვნენ ადამიანები, რომელიც რაღაც ბოცებით და ჭიქებით ხდებოდნენ რუსებს საბჭოთა კავშირის აღდგენა უხარდათ. მაგრამ მაინც ერთიანობა, მაინც შედგა ესეთი სამხედრო ღალატი ყოლთნი არ მივით. ხო და ეხლაც თუ რაღაც გავსი მოხდა და საქართველოს გავერთიანდით, ესე აბდულად არ დავუთმოთ არც ბორჯომს, არც ბორჯომიც უნდათ მათ. არც ბორჯომს, არც სამცხეს. აი მაგალითად რუსეთმა შეიძლება პაშინიანთან და იმასთან დამდამეს კარგი ურთიერთობა არ აქვს. მაგრამ სამცხეში შეიძლება ქონდეს გავლენა და სამცხეს სომხებმაც მოინდომნა. მოკლედ რუსეთს ყველანაირად ხელეწიფება და ჩვენ რა გვქამდით? ჩვენ ვიომებთ, კი, ვიომებთ და დავიცავ და შეიძლება ისე მაგრა დავიცავთ, რომ ამან ხელახლა გვშვას კიდევ უფრო გაამყაროს ქართული იდენტობა და ჩვენში მაგალითად მცხოვრები აზერბაიჯანელები იქნებიან იმავე იგივე სომხები. ამ ჩამოსული მაგალითად უცხო ხალხი თურქები იქნებიან თუ ინდოელებმაც რაღაცა ერთიანი ერის ფსიქიკა კიდევ ჩამოგვიყალიბდეს და მენტალიტეტი კიდევ უფრო გავყარდეთ ისევ როგორც გამყარდა უკრაინელთა იდენტობა, უკრაინული იდენტობა. მაგალითად ჩემთანაც იყვნენ აქ უკრაინელები, რომლებიც ამბობდნენ რუსები არიან. უბრალოდ უკრაინიდან არიან, მაგრამ რუსები ვართო ამბობდნენ, დონეცკიდან საერთოდ იყვნენ რუსები ვართო ამბობდნენ. მაგრამ უკრაინელებიც ვართ და რუსებიც ვართ და რუსები რაღაც ესე ვართო რა. მოკლედ არ უარყოფდნენ თავიანთ არ უარყოფდნენ რუსობას, თავიანთ არც არიან რუსები. რუსობას აი ეხლა დღეს მხოლოდ ერთმიშოვანად იძახიან, რომ უკრაინელები არიან. ამბობენ, რომ უკრაინელები არ უთხავს, მაშინ ხომ და არა კაცო მე მაგა კი არ ვამბობ. ართულშიც კი გადაიტანის თავენ. ხო ესე არიან და ესე შეიძლება მოხდეს საქართველოში და ამან რაღაც კარგი ბიზგი მიცეს და მე აქედან მოხდეს საქართველოს გაერთიანება, არ გაერთიანება. ასეა თუ ისეა ომს მართლა აგვოცილა, ხოჭოჟლეტას აგვოცილა, ეკონომურ დეგრადირებას აგვოცილა, მარცხს და ასე შემდეგ. და ამის საპირისპიროდ ვერაფერი ვერ მოაქვთ, ვერც გირჩს, ვერც ვერაფერს. ნუ გირჩი საერთოდ კაპიტულაციას აცხადებს ეგრევე, ხა რო ეკითხებიან მაგალითად სანდროს ჯარზე, სადაც აბსოლუტურად გამართული პოზიცია აქვს გირჩს შეძლებს და გირჩის პოზიცია გამართა უბრალოდ რა დაემართათ ვერ გავიგე, რატო ვერ მიიტანეს პარლამენტის ტრიბუნა ქონდა ტელევიზიაში და ვერაფრის დიდებით ვერ ჩამოაყალიბეს ბოლოს უკვე როდესაც უკვე სახელი გაუფუჭდათ და ბოლოსკენ და მე უკვე დროც აღარ მისცეს ტელევიზიებიდან განდევნეს ბოლოს აღმოთქვეს მე ბოლოს ის რაც თავშივე გულისხმობდნენ მაგრამ ეს იყო ერთადერთი სწორი ესე ლოზუნგად ეს უნდა დაედოთ რასაც ახლა ვიტყვი და რაც თვითონაც თქვეს ბოლოს ამიტომ არის რომ ერთად რო ჯდებით ბიჭებო თუ რომელიმე მისმენთ ახლა არ მისმენთ რა თქმა უნდა მაგრამ თუ მოგიტანთ ერთად რო ჯდებით 4 რაც არ უნდა გინდოდეთ რომ თავისუფლად იაზოთ რაღაცა არ გამოდის მაინც აი ეს ელემენტი იმიტომ რაღაცა გესმით თქვენ აი მე რო აღმოაჩინო თურმე კოალიციური მართლობა არ იცისო ხალხმა ეს იცი კოალიციური მართლობა ხალხმა არის აი მაგალითად მე ვიცოდი ეს როცა მაღაზია ლაპარაკობდით რომ ხალხმა არის და არის მონდა თქვენ რასაც ამბობდით იმიტომ რომ მე ხო ჩემს გარშემო ყველა ანტიგირჩელია და ყველა მეუნებიან რა ხდებოდი რომ არ იცოდნენ და ან ნაკლებად იცოდნენ ან
კარგად არ ესმოდა და აჩუმათებდნენ ამას, იმიტომ თქვენ აჩუმათებდით რომ ეს რა არის კოალიცია ჯერ ეს ახსენეთ თქვენ გადანიშვილებოდა მე გადადით. რაკაც თავიდანვე გეთქვათ რომ დაქირავებული ჯარისკაცი რომელიც ამის ნებით მიდის ხო და შეიძლება კარგი ხელფასისთვის იმას მეტი მოეთხოვება მე დისციპლინაც მოეთხოვება და იმის გამო რომ ეშინია რომ არ გამოაგდებენ ჯარი და აი მაგალითად თუ კარგად არ იყავი აქ ამერიკის ჯარში გამოგაგდებენ რა თუ არ შეასრულეს ნორმები რაც არის ამ ხელბალთის დაკარგვის შიშით ის ივარჯიშებს და თავს ძალას დაატანს და მე იქ უკვე იქაც არის ტექნოლოგიები მაგალითად მოსამზადებელში რომ მიდიხარ და შეგატყვის რომ მაგალითად ორ ბიჭის შორის და ორ ჯარისკაცის შორის განსაკუთრებული რაღაც კუტოკები ჩნდება აუცილებლად გადაანაწილებენ ამ კუტოკებს. ვიდრე კუტოკი და მე და შენ კი არ უნდა იყო ძმაკაცები და კი არ გამოეყოფოდე ჯგუფს მაგალითად როტას რომელიც 35 კაცამდე შედგება ხო? არამედ 34 ადამიანთან მე უნდა მქონდა 20-მდე რაღაცა თუ 35-მდე ადიცხობდნენ უკიდურეს შემთხვევაში. ჩვენ შეგვიძლია იყო ყველასთან თანაბარ ურთიერთობაში რომ ომის დროთან ამავე დროს ჯგუფური და გუნდური აზროვნება უნდა კულტივირდეს ჩვენში სადაც გვაქვს ადამიანებს აი დააკვირდით როცა მოხვდებით ხოლმე სადღაცაც ამ კლასელები ხო გიყვართ ჯგუფელები ხო გიყვართ მეზობლები ხო გიყვართ ნათესავებში ვიშთანაც ერთად იზდებით ხო გიყვართ ეს ჩვენში იმიტომ ხროვა ვართ ხო ინგლისში კი არა ნუ ჯგუფის გუნდური ჯგუფური ხროვა ქვია მას ხროული ცხოველები ვართ აქედან მოდის ჩვენი თანაგრძნობის შეგრძნებები სურვილო ადამიანს დაეხმარო რომ აღზრდაც რო არა ვქონდეს მეტესწილად ესეთი ტიპები აი დღეს სამარაგოს კითხულობ და იქ არის ეგ სიბრმავე სამქონდა წაკითხული ხოლმე მე წავიკითხე და ისე სხვათა შორის მიჭირს რა ნუ კიდე ქართულად არის და ხა ერთ დღეში წავიკითხე ნახევარი 150 ხო ნახევარი ერთ დღეში წავიკითხე ნახევარი და ხა მეორე ნახევარსაც დავამთავრებ დღეს და მის მეორე ნაწარმოებსაც კაენსაც უსმენ რომ დავდივარ ფეხით უსმენ ის რუსული თარგმნი ხო და ორივე მესუსტება რა ნაწარმოები თუმცა ეს კიდე სხვა რაღაც თემა არის ხო აღარ მინდა იქით გადავიდე საერთოდ მაინც უნდა იწერებოდი ხო მისი ესოს სახარებასაც ადრე ვიყიდე და ნუ ვერ შევძლებდი რამის წაკითხვა იმიტომ რომ რაშიც მიიღო რეალურად ნობელის პრემია მაგაში მიიღოს თუ იქ რაღაც მონასტერზე რომ ფრანცისკანელებზე ხო და ნუ ეს მაინტერესებდა ესე იგი სიბრმავე მე სინ ესეთი პროზრენია ესეთი არჩევნებზე არის სადაც ის პროზრენია მაინტერესებს იმიტომ რომ ის უკავშირდება შემდეგ სამართლის ფილოსოფიას რა ის ნაწარმოები მოკლედ ერთ სამართლის ფილოსოფიის უთანამედროვე კვლევაში სამარაგოს პროზრენია სინ არის აღებული როგორც მაგალითი და ჯერ ეს ტექსტით განიხილავს იმ რაღაც თავის სამართლებრივ ონტოლოგიურ და ძალაუფლების საკითხებს, სუვერენის საკითხებს და თვითონ დამჭირდა იმის გაგება. უბრალოდ წავიკითხა ამ სამარაგოს ამ ტექსტს, მაგრამ სამარაგოს ეს სინგი თუმცა დამოკიდებული ყოფილა ამ სიბრმავეზე და იქ კითხავდა იქ არის ერთი ფრაზა რომ როდესაც ადამიანები ერთად შეიყრებიან იქ რაღაცა სადაც არიან უცებ გამოჩნდებიან მოხალისეები რა ესე და იქ ამბობს ერთ ფრაზა აქ ეგ დაახლოებით რომ ყოველთვის უფრო მეტი კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდება ვიდრე მას ელოდება აი რაღაცა რომ მოხდება გაჭირვება რაღაცა ხო უფრო მეტი გულისხმერი ადამიანი აღმოჩნდება ესე ნაძირლები აი პარავები ისინი ქურდები და ისინი ხო ცუდი ხალხი ვინც არ უნდა თავის სასარგებლოდ იყენებს მაგალითად ან სოლიდარობას არ იჩენს ადამიანების მიმართ ან ჯგუფის მიმართ ან თანაგრძნობას მავანის მიმართ ესეთი უფრო ძალიან ცოტანი არიან მაგრამ სწორედ ეს ძალიან ცოტანი აები გარკვეულ პირობებში ახერხებენ მაინც ძალმოვლები იყო პრინციპში არ გავსულა საინტერესო როგორ დამთავრდება ხა იქ იმაზე ვარ რომ ქალები გაუშვეს ნუ საჭმის სანაცვლოდ რომ ნუ დაუთმეს იმ ავაზაკთა ჯგუფს ეს
იქ არის უფრო მეტეს ბუნებრივიდან გამოდის ჩვენი ბუნებრივიდან გამოდის ესმით რომ ჩვენ რაღაც ყველა ცუდი კი არა ვართ და ყველა რაღაცნაირად ერთმანეთის დახმარება გვინდა და გამოგვიჩნდება სოლიდარობა ასე რომ ესე იგი მარტივად უნდა ეთქვა საქმე რომ პროფესიული ჯარი დიდი ხელფასით და მეტი ფული გადავიხადოთ ჯარში და ადამიანებს მივცეთ საშუალება ისოდ უფრო განვითარდნენ და ის უნდა აი მითი უნდა დაეწყო ჩვენ ჯარზე უარს კი არ ვამბობთ ეს არის მონობა და რაღაცები რომ დაეწყო და ოჯახებს მიაყენეს შეურაცხყოფა რომ ჯარი ეს მონობა რატომ არის მონობა კაცო ეგეთი ახლა შეიძლება ეგეთი ამდენი არის ქვეყნები სადაც სავალდებულო სამსახური არის იგივე ვიეტნამშიც ამერიკა ყოველთვის კი არ იყო ეს ყველა ჯარისკაცი მონაა რომელსაც სახელმწიფო გაიწვევს ნუ ახლა ესე რომ არ არის ეს სწორი რა ამით შეურაცხყოფა იგზნა არა და პირიქით მონები კი არ არის ეს ადამიანები შეიძლება გეტყვა თავისი ადამიანების თავისნებით არ მიდიან და თქვენ რაღაც თავისუფლების და ანარქიის დიდი იდეებიდან გამოდიხარ რომელიც ბოლომდე დამუშავებული არც გაქვთ ახლა გქონება იმას მიმართ ქირჩ და თავიდან ამით უნდა დაგეწყოთ და ბოლოში აღმოაჩინეთ რომ თურმე პრობლემა ამაზეა რომ ხალხს გონიათ რომ თქვენ საერთოდ ჯარის წინააღმდეგი ხართ მე აღარც მოგცეს საშუალება რომ გადაღება გონიათ ხალხს რომ თქვენ ნებისმიერ ჯარისკაცს მონას უწოდებთ და ასე შემდეგ აღარც მოგისმინეს რომ თავიდან პირდაპირ შეურაცხყოფა მონა ხარ და შენ შვილი მონა და შენც მონა იყავი და დაგაჩმორეს და რაღაცებს ეუბნებენ რომ ახლა რატო ეუბნებით ესე ხალხს არ ვიცი ხო მიშას სახე არის არანაკლები უბედურობა და გამამყარებელი ამ ხელისუფლების ხო მიშაზე ამბობთ მაგალითად გიჩიამოს მიშაზე რომ მიშა არა ცალსახად გეუბნებით რა სანამ მიშა არსებობს აი ასე როგორც არსებობს მერწმუნეთ რა აი არჩევანი რო დადგეს რუსეთსა და მიშას შორის არ გაგიკვირდეთ რომ მინიმუმ 50% რუსეთს მიცეს ხოლმე იმიტომ რომ მიშას დროს რეალურად არაფრისგან დაიწყო დიქტატურის გამყარება არ იყო მანამდე დიქტატურა იყო იმაში რა ქვია აჭარაში საჭარა გადააგდო თვითონ მოჭდა ის დიქტატორი ნამდვილად არ იყო ედუარდი და მანამდე კი წაი დიქტატორებდა ისა რა ქვია ზიადი მაგრამ აი მისი მაც დიქტატორი აი მისმა რაღაც სუპატარა რაღაცა ეჭომაც კი ყოველ შემთხვევაში მაგითი აჯანყეს ხალხი მის წინააღმდეგ რომ აიო ისო დიქტატორს ო მისი ნუ დამოკიდებულება განსხვავებულ აზრთან ყველას იმას რო ეძახდა რა მოგზავნილი და ისა ხალხის წრეები და რაღაცები აი მაგის გამო აუჯანყდა მთელი ერი 9-2-ზე მეტი რო არა ეს დამოკიდებულება მის მიმართ და ეჭვი მის მიმართ მოსახლეობისა ესე ადვილად ჩამოივა აგურხუნებდნენ თბილისის ზღვიდან იარაღს და ტანკებს აჯანყებულები და ყავდა და ტიპი რომელიც ამას ყველაფერი მე ავაშენე ის მე გავაკეთე ეს მე გაბიჭი და ელემენტარული ბიჭი შენი გაკეთებული კი არ გინდა ჩემი მე მინდა მომცეს საშუალება მე გავაკეთო ისე როგორც მე მინდა ხო ნუ ახლა ეს გირჩის ნაკლები სახელმწიფო ნაკლები ხელისუფლება ეს სწორია და 100% და ხო მაგრამ ზოგჯერ რაღაც აბსურდებამდე მიდის ახლა ახოს იმას რო კითხო ახოს რო კითხო ისო რა ქვია მუნიციპალიტეტი აღჭირდება და უბანი თვითონ დააგებს ასვალს ხო არა ასვალს ბორდიურებს თვითონ დააკეთებს უბანია ხო რომ რაღაც აბსტრაქტული მას იძახიან კონკრეტულ სისტემას რო ეკითხება აი კონკრეტული სისტემა როგორი მართლობა გექნება შეიძლება დიდი იდეები კონდეს გიჩ მაგრამ აი რო გეკითხა აი პრინციპი მითხარი რა როგორ აწყობ ქალაქს არ დაუდიათ ეგეც და ამ დროს მიშა არის იქით ამხრიდა რომელიც იძახის რომ აი მე გავაკეთე სინამდვილეში მიშამ არაფერი არ გააკეთა მიშას აი ამ ენერგიულობამ მის ბენდუკიძეს საშუალება გაეკეთებინა რომ არა ის
ეკონომიური წარმატება, რაც ბერძუქიძემ გადაწყვეტილება, სწორმა გადაწყვეტილებამ მოიტანეს, მიშას არ ექნებოდა ამხელა ზადორი და არ ექნებოდა ამხელა ამპარტავნება და შეიძლება ეკონომიურად ესწრაფოდ არ განვითარებულიყავით მიშას უფრო ნაკლებად განვითარებოდა ეს ავტოკრატიული და დიქტატორული თვისებები, მოკლედ კაცი ვერ გაიგებს ვერაფერს, მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა, რომ მიშამ აშკარად დიქტატურისკენ წაიყვანა ყველაფერი რა პოლიციური სახელმწიფოსკენ და ბევრი ოჯახი დაეხარა და ბოლო-ბოლო არ მოგწონს რა, ეხლა არ მოგწონს მისი თავშებულება და არ მე ავაშენე და სწორად ამას გირჩი რომ ისო რაცო სატრაპახო აქვს იმაზე ხმას არ იღებენო და რაც ცუდი აქვს ის რაც ცუდი გააკეთეს იმას უკვლავ იჩემებენო რა. ოკეი, კარგი, ასე რომ მიშას სახე ძალიან მნიშვნელოვანია და აქ მარტო ბიძინას დადანაშაულება არ შეიძლება. ბიძინას დადანაშაულება ამ შემთხვევაში ღმერთმა აპატიოს მხოლოდ იმაში შეიძლება რომ ხა ამას კი არ ვიტყობ რომ ბიძინე მიშა გადაიყვანო ციხეში იყო სადაც არის როგორც არის ავიცი მე რა როგორც არის მაგრამ აქ არის სიტუაცია რომ მიშა პრივილეგირებულია რა და ჯოლები საკანში რომ გადაიყვანოს რაღაც ერთ კაციან საკაც ტელევიზორში რო გქონდეს არ ვიცი მაგრამ მარტო იყოს და როგორც სხვა პატიმრები არიან ეს უფრო სამართლიანი იქნებოდა სხვა პატიმრებთან მიმართებაში რომ არა ის ფაქტი რომ საერთოდ პატიმარი რატო უნდა იყოს ადამიანი საერთოდ პატიმარი აქ უბრალოდ ბიძინა იყენებს ხო არ მოკლავს ეხლა პრინციპში ერთ კაციან იმაში რომ გადაგვიჟე მოკდეს იქ და ხო არ მოკლავს არა მართლა რა და თან არ კლავს და თან თავის სასარგებლოდ იყენებს მე არ გონია რომ მანდამა ეს ბიძინა ეხლა სპეციალურად ისე რაღაცას აკეთებს რომ მიშას ამ სიბოროტ ნუ იქნება მიშა ბოროტი ბოლოს და ბოლოს კაცო რატო ისე ბოროტობს რატო აშინებს ხალხს ხო შეუძლია გაჩუმდეს და ხმა ჩაიგდოს და ხო შეიძლება რომ ეს საშენელი მეტყველება რომ აქვთ იმათ რა სწორედაც რომ უნდა ვებრძოლოთ სწორედაც რომ უნდა ვიდგეთ რაღაც ეს სწორედ აი ნაცრო იცნობ რა მეტყველებაზე რა და აუ უკვე რომ გზარავს ადამიანს ხო ამას ბოლო გაჩუმდნენ რა არ ჩუმდები ჩემო კარგო და გიყენებს მე ბიძინა რასაც მე აი იყენებს იძახინო არა ეგრე არა ეს ორმხრივია ბიძინას და ორივე ცისიც ალტერნატივა შუაში ვნახეთ რა ალტერნატივაც არის იმათ კიდე არაფერი აღარ დარჩეთ რომ ციხეში წავიდნენ იმიტომ absolutურად წააგეს და დამარცხდნენ ყველაფერში დამარცხდნენ თორე მიდი იმაზე რა ქვია იმ კრებაზეა თუ რაც არის და რაღაცა წულკიანის იმაზე თქვი რაღაც კი ეს გარანტია არ არის მაგის მოგიწევინე რაღაცას დასაჭერად მაგრამ ყოველ შემთხვევაში გადაავადე ესვა და ამასობაში სარგარიდან იმუშავა. ევროპა რო არ დაგვეხმარება ხა კვლავ ომს რო დაუბრუნდა, ევროპა როგორ დაეხმარა უკრაინას ძალიან კარგადაც ვნახეთ და ჩვენ ხო საერთოდ 2008 წელს და ძალიან კარგად ეხლა ევროპის იმედზე რუსეთთან ვერ დაიწყეთ ომს. ასე რომ ბიძინა რაღაცა შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ბიძინა ცდილობს ეს წონასწორ სახელმწიფოების შენახვა მის პირად ინტერესის შედის და რაღაცნაირად ჩვენს ინტერესის შედის, რომ სახელმწიფოებრიობა აი ესე შევინარჩუნოთ გარკვეულ ეტაპამდე. არც ერთი სხვა პოლიტიკური პარტია არ ჩანს, რომ გამოვიდეს და ადამიანურად და წესერად იმოქმედოს. ყველა ჩვენ ნახეთ, რომ საზღრად იმოქმედოს და მიშიდან დაწყებული თუ სხვა ბოკერიაზე ნერე ვეთქვი. და ესე იგი რას უტოვებთ ბიძინას? აი რას გააკეთებდით თქვენ სხვანაირად? ხო გქონდათ ამის საშუალება. წინასაარჩევნო პერიოდი გქონდათ, ეხლა გქონდათ 20 წლები გქონდათ. ვერაფერი ვერ დადეთ, ვერაფერი ვერ გააკეთეთ. ვერც პრეზიდენტმა, ერთმა, ვერც მეორე პრეზიდენტმა. ხო ნახეთ რაც არის რა და ამიტომ ნუ ლაპარაკი იმზე რა ამათ ჩაუგდოს ხელისუფლება აი თქვა რომ ესენი მოსულიყვნენ აი ეს ოპოზიცია რომ მოსულიყო გვარამია რაც თავის ტელევიზიაში გააკეთა რაც მერე გააკეთა მელია და ესენი ირანთან და იმას ეგენ დაალაგებდნენ ურთიერთობას არა ხო, კიდევ ერთი რაღაცა უცნაური ეს სანდრო გამოდის და ზუსტად იმას რუსული ის რომ იყო რა, ეხა რუსებმა რომ ჯარი შეიყვანეს დონეცკის და მე რომ ამბობდნენ ნასტამნიეთ და მე რომ მოყავდათ საფუძვლები და ანდა რაღაც უსულდა не так всё однозначно.
ესე იგი ეს რა არის ნიტაქსვა ადნაზნაჩა მაგალითად თუ და რუსებს ეთყოდნენ რომ აი შენ შეიჭერი ყირიმი აიღე რაღაცა აიღე საქართველოს შენ ეუბნები შენ კოსოვოში გააკეთე შენ თუ ეთყვი შენ რომ თვითდავით ჩამოაგდე შენ ხომ აი შეიჭერი მოგე შენ რუსეთის თუ ეს პოზიცია აგეცი რა მარტო მე კი არა ვარ დამნაშავე შენს გაქვს რაღაცები გაკეთებული ბოლო ჩავლენ და ბელგიამ რომელიღაცა ის ტომები აფრიკაში რა გააკეთა ჩვენთანაც ხო გამოვიდა გიორგი მაისურაძე და სამომე ასეთ ტენდენცია რომ ახლა გაძარცვეს აფრიკა გაძარცვეს აზია ხო სულ ისე იყო რა აზია და აფრიკას ის ბენზინი და ნავთობი რო ქონდა და ბრილიანტები სულ იმას იყენებდნენ აყვავებული ქონდათ თავიანთი ქვეყნის აფრიკა და აზია ისე კარგად იყენებდნენ არც იცოდნენ განსხვავება ბალმასა და კენჭურის რა იყო და ამხელა ნავთზე და იმაზე იჯდნენ რომ ისხდნენ და როგორ გააკეთე რა რაში იყენებდნენ ხო ნუ კაი და ეს როგორი თემა არის ხო რომ ყველაფერი მთელი დასავლური კულტურა არის ეს უბედურების არ არის კარგი კულტურა სოციალისტების სოციალიზმზე გადავიდეთო და თვითონ ჟიჟეკმაც კი აღიარა რომ სიტუაცია რო დადგაო ვერაფერი ვერ შევთავაზეთო კაპიტალიზმის ჩამანაცვლებელიო და ხო და სანდროს გამოდის და აი რაღაც ან რუსეთში ნუ მაშინ რა ქვია ეხლა რო დაბომბა რო დაიწყო ირანის და ნუ გამოცდილება გვაქვს ხო ირაკში რო შეიჭრენ და ერაყში რო შეიჭრენ და იქ ვერ აღმოაჩინეს ვერც ქიმიური და ვერც ატომური იარაღი ხო არა და ასიში ამერიკანო თვითონ გადაიღეს მე კვლევები გააკეთეს რომ ნუ რომ ისე ბუში მოატყუეს რა რეალურად ბუში მოატყუებული იყო და იმედომა შეიჭრა იქ და ამას რომ ამერიკას აი ნახე ავღანეთთან როგორ გამოიგეცი ერაყში რა გააკეთა ზუსტად ერთ-ერთი იძახის რა არჩევანი ქონდა ამერიკას სხვა რაც არ უნდა გაეკეთებინა ამერიკას იმაში ჯერ ერთი უკეთესი მდგომარეობაა იმიტომ რომ ის ერაყი აფინანსებდა ამ ტერორისტს მარტო ირანი კი არ აფინანსებდა ერაყი აფინანსებდა ამ ტერორისტებსაც ეს სადამ ხუსეინი და ეხა ყოველ შემთხვევაში სადამ ხუსეინის პრობლემა არ აქვს და ერაყის ეხა ირანის პრობლემა არის მარტო. ჯერ რაღაც დადებით შედეგი გამოიღო, მე რებობლო შეეშალა. მოგეთ ეხა ძახის, აი ეხა შეიძლება ვერ გააკეთო, შეიძლება არც არის განადგურებული ის ატომური ისინი. აი ესე არ უნდა დაერთხა, აბა რა უნდა გააკეთებინა. მოლაპარაკება არ გამოდიოდა. ებრაელებს ეშინოდათ. რეალურად, რომ ის გააკეთეს ატომურ ბომბას და დაარტყავს იმ ისრაელს. და მე ან რაღაც პირობებს წაუყენებს ისეც როცა უკვე ატომური იარაღი ექნება ის პაკისტანსაც აქვს მაგრამ პაკისტანი არ არის ანტიამერიკელი კაცო და თავის პრობლემები აქვს ინდოეთთან გამოიყენებს და ინდოეთი გადაუვლის ხო და რა უნდა გაეკეთება ამბობ რომ შეიძლება არ ქონდათ კი ბატონო შეიძლება მაგრამ თვითონ ამბობს რომ აქვსო და ახლოს ვარო ირანი ამბობს რუსეთიც ამბობს რომ აქვსო და ახლოს არისო და თუ არ არისო ჩვენ დავეხმარებითო ვაშო მედოდებმა თქვა ამერიკის დაზურებაც მაგას ამ დრაიარაღი გაქვს ამისთანა სანდრო რა გაქვს ამისთანა წოდნა ისეთი რომ შენ იცი რა რატო შემოგაქვს ეს რუსულიდან არა ნიტაქსო ადნაზნაჩნა მასე ხო ნებისმიერი საქციელის გამართლება შეიძლება და ბოლო ჩვენ როგორ ვანგარი კი ბატონო ცუდი იყო ის შავკანიანების ის მონება დაყენება ინდიელების ესე განადგურება ცუდი იყო ბელგიაში რომ ეს გააკეთე ბელგიამ მეფემ რომ ეს ვილგელმა თუ ვიღაცამ რომ გააკეთა ის რომ მილიონობით ადამიანი და ბენზინის გულიც იქ კაუჩუკებზე რეებს აკეთებდნენ კიდე და ბრაზილიაში და იქ საშინელი პერუში რა საშინელი მოხდა იმ კლინტის მთების გამო დიქტატურები ჩვენი ეს ნაძირალა მაგრამ ჩვენი ნაძირალაზე ლაპარაკი რომ არის ის ტრუხილიოზე თუ ვიღაცაზე და ეგეთი რაღაცა მაგრამ ნუ ეს ხო გვერდით ამოვლენებია ნუ თან ამან ხო რაღაცა დადებითი და კარგი შედეგი ნუ ახლა უბედურობა მოხდა რა მართლა ხა ჰოლოკოსტზე ვლაპარაკობთ ამ დასავლეთში და რა ჰოლოკოსტი ჩემო კარგებო
დღედაღამე ცოცხლად ჭამენ ერთმანეთს აფრიკაში და ინდოეთში საშინელიეს კასტური ცხოვრ დღესაც რა დღეში არის ერთმანეთს ჟლეტდნენ და რაღაცა ის ქონა მილიონობით კი 100,000-ობით და მილიონო კამბოჯაში რა გააკეთეს თვითონ მაო ძედუნმა რაც უბედურობა და სისხლი ღვარა იმაში ჩინეთში იმას შეედრა მაგრამ მე მაინც ამ უბედურობიდან რომ გამოვედით და რაღაცა დადებითი ჩვენ ამ დადებითი შეიქმნა ხო მაინც საუკეთესო ვარიანტი შეიქმნა ამერიკა დასავლეთ ესეთი სამყარო არ ყოფილა არასდროს ყოველ შემთხვევაში ჩვენ რაც ვიცით ეს რამდენიმე ის არის 1500 წელი ქრისტემდე და იმის იქით არც ვიცით რა იყო 2000 წელი რაღაც ეგვიპტელების რაღაც რეალური ისტორია იწყება ბერძნებიდან ხო აქედან ვიცით რა შემეტნაკლებად თუ ბერძნები იხსენებენ რაღაცა და მე იმ ლურსმუნ დავწილობდი იმით გებულობთ რაღაცებს მაგრამ ბერძნებისგან და საერთოდ ისტორია როგორც ასეთი მეცნიერება როგორც მეცნიერება და როგორც აღქმა სამყაროსი დროის და მარადილობის აღქმას რო ჭირდება ეს ლოგიკური გაგეს ბერძნებიდან ხო სულ რაღაც 2500 წელია რა და ბოლო მივედით ამ მდგომარეობა პლატონ მამარდაშვილის გავხდე პლატონ ეს უსასრულობის ჯავში აპა ეს მითხარი როგორ აპა ის მითხარი როგორ აპა ეს მითხარი გრიგოლია რატო არ იყო რომ ერთ არ დაგაცდის რა ჩამეკითხები კი არ ჩამეკითხები აზრი დამასრულები და დასრულებული ფორმაა დასავლეთ ახლა დასავლეთ უჩვევს შესწავლებს თუ რას აკეთებს ეს ამაში შლა ამერიკასაც ეშლება ნახე ავღანეთში რა გააკეთე ნახე იქ რა გააკეთე რა გამოდის მას რა რუსეთის აგენტი ხარდო რასაც ბოლო ხანებში ლაპარაკობ აი რო უსმენავს ამ დროს ტიპიური გარჯა ლატინინა ხარ რა რუსულ ნარატივს გეუბნებ ნიფსო так однозначно მე ისიც გაგვახსენდება რომ მოსკოვიდან ჩამოსული ხარ ვითომ რატომ არ იქნები FSB-ს რა რას ლაპარაკობ რას რომ ამერიკა ცუდია ისრაელი ცუდი და ირანი კარგია და თუ აქეთ მხარეს არის სიმართლე გული უნდა გვტკიოდეს ნუ გამოსავალი არ იყო მეტი ნუ მეტი არ ვიცით რა გავაკეთოთ და იძულებული ვართ აი ამაზე წავიდეთ დავბომბოთ ეხლა რაღაც არასრული ხელშეკრულება გავაკეთოთ მაგრამ ესე ლაპარაკი რომ აი პუტინის და შენი ლაპარაკი ერთმანეთს ერთმანეთს ემთხვეოდეს არ ვიცი წამიკო რა ვიცი ფრთხილად რა მათემატიკაშია ეგეთი კანონი რა ნებისმიერი აქსიომებს იღებ და მე ვაფშე თუნდაც შეყარო რაღაც აქსიომები და იქიდან მე მათემატიკურად და ლოგიკურად იაზრო რაღაცა სისტემა გამო მაგრამ ეს სისტემა ამ აქსიომებს თეორემებად ვერ აქცევს რაღაც აქსიომებით ვიწყებთ ეს კარგია ეს ცუდია ეს სამყარო ჯობია ამ სამყაროს აქ რაღაც ნაკლი მაგრამ ჯერ განსაზღვროთ კაცრად თორე თუ არ შევკარითო აზრი ყველა აზრი შეიძლება წავიდეს უსასრულობაში ზენონმა ფილოსოფიურად დაამტკიცა ეს რომ ის არის მიზანს ვერ მოხდება ვერაზოს თუ დაიწყო აი მანას სანამ ამას გაივლის ის ხონდა გაიაროს სანამ იმას გაივლის ის ხონდა გაიაროს სანამ იმას გაივლის ის ხონდა გაიაროს სანამ იმას გაივლის და ადგილიდან ვერ იძვრის ის არის მაგრამ გადაწყვიტეს რომ არა ის არის ხდება მიზანს ეს ხორციელდება ჩვენ ეს უნდა ვაღიარო იმიტომ ეს არის რეალობა და რაღაციდან უნდა ამოვიდეთ თორე თუ იქიდან არ ამოხვედი ეს არის ცუდი უსასრულობა ამას თქვა უარყოფითი ნეგატიური უსასრულობა ეწოდება ამას აბა ესაც ხო და ამას მე ბერგსონმა თავის ინტუიტურ ფილოსოფიაში ხანგრძლივობა duration უწოდა ხანგრძლივობა უწოდა რა არის ხანგრძლივობა რომ ხელს აქედან აქამდე რომ მიიტან შემოძამაო თუ თითოეული პოზა ესე განსაზღვრე ამ თითოეული პოზიდან აი აქ რო ყველანაირ ყველა მოლეკულაზის განსაზღვრა ვერაფრის დიდებით ვერ გამოიყვან დასკვნოს ეს ხელი აქამდე მივა აი ამას დრო არ აქვს ეს ხანგრძლივობა ეს წამებით არ გაიზომება აი ეს მოძრაობა არის ერთი ხანგრძლივობა მე შეიძლება დროს მონაკვეთება დაყო და უსასრულო დაყო მაგრამ ერთი მოძრაობა უნდა გააკეთეს რომ აი ეს არის ერთი მოძრაობა რომ დასავლეთი ებრძვის აღმოსავლეთს ამ რუსეთის ხაფანგს და იქ ყველაფერი ადნაზნაჩნა არის ის ამას ებრძვის და ის იმას უნდა დაამარცხოს ყველაფერში აზრის რა არის ეს რა უბედურობა არის ეს ლაპარაკობთო
ვახოს სკოლა მეპრომევატურება, ეხა ეს რა ვიცი, მთელი ეს გირჩისის გამოიყენა თავისი პირადული ინტერესების და გასაკეთებდა და მოაყუთის აკეთებდა. კი, თავი ხა პენსიასთან ხო, არ ვიცი, მე არ ამგონია რომ მაგას უნდა აკეთებდეს პარტია. მე ესე მგონია ძმა. პარტიამ შეიძლება ეხლა მართლა ფიგურული რეალი რომ მოუნდეს იმას, რა ქვია, სანდროს რუსეთში ნახა იქა და მოწონს ისა, მე რა ვქნათ. ფიგურული რეალზე და სპორტის სასახლეზე გააკეთეთ და მაგაზე ხარჯოთ თქვენი დრო, ტელევიზია, რომ ერთი სკოლა გააკეთეთ, ჩემო კარგებო და მე გვაჩვენე რომ კარგი გამოვიდა რა. ერთი ნახოთ იქ თუ არ გექნებათ კანონები და ადმინისტრაცია, ერთი 10 წელიწადშია. ნახოთ პირიქით მაგ სკოლაში შეიძლება ყველაზე დიქტატორული გამოვიდეს, ან სნობური, რაღაც ელიტური და მე ნაკეთ იქრეები მოხდება რა. ეგრე ადვილი რო იყოს სკოლების გააკეთება თქვენ როგორ. მაგრამ ოკეი, გააკეთეთ, ხომ ხელი მოგიმართოთ, მაგრამ ეგ არის თუ არა პარტიის საქმე ისე როგორც თქვენ აკეთებთ, არ ვიცი. თუმცა უცებ საქმე. ჩერგო და გიგა ეხა, ჩერგოს და გიგაც და გიშთან არის ის ჩერგო. ეხა გიგა ბოკერია რომ სადაც გამოჩდება ჩემი თაობის ხალხს და ვისაც ჩვენ გვახსოვს გიგა ბოკერია 90-იან წლებიდან 2012 წლამდე. გიგა ბოკერის დანახვაც არცქვსი ამონებს რა. ჯობია რომ ხო, მაგრამ არ ვიცი მოგეთ, მაგრამ მათი ეს პოზიცია ხე მიტინგების ეს პოზიცია რომ ცით რა არის საქმე. ეხლა რუსები ამბობენ ეგეთ რაღაცას რომ სოლოვიოვიც ამბობდა რომ რამდენი კაცი იყო იქო იმაზე მაიდანზე ისო მთელი უკრაინა იყო? აი სწორედ ის მაიდანზე რო იყო და ცოტანი იყვნენ იმასთან შედარებით პროცენტულად ვიდრე მთელი უკრაინა არის. აი სწორედ მაგიტომ შევიდნენ ყირიმში და მაგიტომ დაიწყეს მე დონეცკის თემის აღება, რა თქმა უნდა უსაფუძოდ, მაგრამ ეს იყო მოტივი მაგათი. რომ ცოტა იდგნენ. ხო ადგინათ ეხლა თქვენ რომ ამარო ცოტანი ხარ, ცოტანი გახარ სულელები. ოკეი, კაი, ელაპარაკეთ მას. მე ხო ვიყავი საქართველოში, არ მივსულ ვარ იქ რა. მეც სუდი განწყობა გამიჩნდა. აი ეხლა. მაგრამ მე დიდი ხნით ადრე ვამბობდი და ვიცოდი დარწმუნებით და სულ მაგას ვამბობდი, ვინც მე მომდამელაპარაკია, რომ მე თუ გამოდიხართ მიტინგზე, მზად უნდა იყოთ შეტაკებისთვის რა. თუ არა და მოხდება ის, რაც ახლა ხდება, ყველას დაიჭერე. ბოლო, იმიტომ ბიძინა ვერ დათმობს თავის და თავის ოჯახის კეთილდღეობას მით უმეტეს რომ არაფერს არ თავაზობთ. თავაზობთ თავარ რამეს რომ ომი აიცილოთ, რითი აპირებთ ამის თავისაცილებას. რა შეგიძლიათ ამიტკა ჯარი? ოკეი, კაი ეს პროფესიული ჯარი და რაღაცა და ამაზე ფულის აღება და გეთახმებით ეს სწორი იდეა და რაღაც. მაგრამ მეორე მხრივ და აი მოსკოვიდან მოდი მაგას გააკეთებ დედას გიტირებ. იმიტომ რომ რას თხოვს უკრაინას რუსეთი? უკრაინას რუსეთი თხოვს რომ ჯარი არ ყავდეს. ამითი აპირებს და ეხლა პუტინმა საერთოდ რა გამოაცხადა, მთელი უკრაინა რუსეთია. ეს आज რუსი ჩექმა დაედგება იდგმება, ესე თქვა, आज რუსი ჩექმა იდგმება. იქ რუსეთია, ესე იგი რაღაც ინფინიტივი გააკეთა და მე იმ ადგილებში, სადაც უმრავლესობა მოითხოვა უკრაინულ ენას, რომელიც დაპყრობილი აქვს. ყველგან გააუქმა უკრაინულ ენას. ბავშვებს სკოლაში ასწავლენ მხოლოდ რუსულ ენას. ყველგან რუსეთი შედიოდა და მიდიოდა რუსიფიკაცია. რუსულ ენაზე გადასვლა. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ უნდა გაერუსებინა ქართველები. ქართულ ენას სულ უნდა აეგზავნა. რომ დასჭირვებოდა, თუ დაჭირდებოდა საქართველოს იდენტობის ჩანაცვლება. იმიტომ რომ ენა გინახავს. აი ახლა მეგრელი ზოგიერთი სეპარატისტი მეგრები ხშირად მესმის ხო მეგრული ენა. ოკეი, კაი, მეგრული ენა ქონათ ლაზებს იქ, ლაზური ენა ქონდა. გადაარჩინა ეს ლაზები თურქობისაგან და ისლამისაგან. სად არის ლაზები, სად არიან ლაზები? არიან როგორც თუ არ გინდათ ეს ქართველობა და ქრისტიანობა და ევროპელობა, თქვენ კაი ადამიანის შვილებო თქვით. იმიტომ რომ სწორედ ბიზანტიის შეცდომა იყო, რომ ლაზებს
არ ქონდათ საკუთარი ენა, აპალაზებს ქონოდათ საკუთარ ენაზე წირვალოცვა. თუნდაც ქართული. დღეს Samsung-ამდე საქართველოს იქნებოდა. ან პონტიური სახელმწიფო რო შექმნეს. მათაც 21 წელს რომელიც 3 წლიანი ჩვენსავე ძალიან გარდა დემოკრატიული სახელმწიფო შექმნეს, მაგრამ გენოციდი მოუწყეს ვერც კიდე კაი ჩვენ არ მოუწყეთ არავის გენოციდი. გენოციდი მოუწყეს იმათ რა ქვია თურქებს რა. სომხებმა და მე იმას მოუწყეს გენოციდი. ხო, იმას არ ამბობთ თვითონ რომ გენოციდი მოუწყეს პონტიელები. ხო, ჩვენი ბერძნები მაგრამ ხო, მაგრამ მაგარი სახელმწიფო, მაგარი დემოკრატია და ეს просто ეს თურქების ზიზღმა გადაძალა რა. ეს არ იყო კარგი. როგორც ჩვენ მოგვივიდა ომი აფხაზებთანაც და ოსებთანაც და აი პროვინციული ის რო დავარქვით მე. ესეთი რაღაც ნაციონალიზმი რო დავარქვით ესეთი რამე მოვიდა იმას რა ქვია. სხვათა შორის გამსახურდიეს მეგრელობა მომც ითამაშა როლი მაგაში რომ ბევრი მეგრელი სამეგრელო და ქობალი აყვენ. უხერავთ იმის რომ საქართველოს ის იბრძოდნენ მაინც რაღაც აი ამ მეგრელობაზე ათამაშდა მაშინ რასაც მე პროვინციული ნაციონალიზმი იბრძოდა. შევარდნაძემ მაგას ვერ დამაჯერეთ ხა მეგრელი ქართველი არ არის და ეგ ქართველი საერთოდ არ არსებობს როგორც ასე თუ არსებობთ ესე როგორც ვარ ერთიც რო გამოვაკლა ის აღარ არის ქართველი უკვე ახლა თუ ქართველობა რატო ქართი რატო არის რა მნიშვნელობა აქვს ის ქართებიც აღარ არის მაშინ რო იყო გაიტრე ხო და რუსები რა გაგხო და რა მე არ გაგარუსებე მგონია ეს რუსები ხო და შესთავაზეთ რა პერი კიდე სანდროს უიძახის ჯარი არ ყავს არაფერი არ ყავს საერთოდ ჯარს თავი დავანებოთ და ვიფიქროთ ეკონომიკაზე და რა რუსეთი მოგცეს იმის საშუალებას რომ საკუთარი ჯარი ყავდეს დელი უკრაინა მინდა წავიყვანო და აი უკრაინის ეგ წაყვანის მთლიანად და გარუსების ერთ-ერთი ვარიანტია ის რომ არ უნდა ყავდეს პროფესიული ჯარი ეს კარგი ჯარი და მაგის უფლებას მოგცეს რუსეთი პროფესიული ჯარი გავაკეთოთ ახლა ხო რაღაც ტიპტივებს ესე ვთქვათ ახლა როლში შევედი მე აქ ამ იმის რა ქვია ადვოკატის მაგრამ ნუ რაღაცებს გულით ვამ ხო ასე რომ ჩერგოსეს მოხმობა მე გირჩელვა და გირჩმისევ ხმას და მოუწოდებს უყველას რომ გირჩმის და ჩერგო და ბოკერია ეს შანსი არ აქვს მეგობრებო არ აქვს ბოკერია სადაც გამოჩნდება შანსი არ აქვს უბრილიანტები რო კონდე ჯიბები საუბრობთ აი ეს ყრიდეს არ აქვს შანსი ბოკერიას დანახვაზე ისევ ამ ხალხს და ჩვენ შვილებს ახსენდება მიშა და მიშას პერიოდი ეს იყო საშინელი ყველაზე საშინელი პერიოდი რაც კი მე ცხოვრებაში მიცხოვრია იყო ეს მიშას მართლობის განსაკუთრებით 2007 წლიდან 2012 წლამდე ეს იყო უსაშინლესი პერიოდი. ეს იყო მართლა დიქტატურა, მართლა საშინელები პერიოდი იყო. არსად ეგეთი საშინელება მე არ განვიცდია. რუსულ ჯარშიც კი. ეს იყო საშინელება. ყოვლა დაუშვებელი რაღაც. მე ავაშენებ, თარბოდა, ხაოდა, ბხაოდა, წვითელი ავტობუსები, ან თუ აფხაზებთან ასაკეთებდა. იქ კიდე რაღაცებზე ბაზარის ომი როგორ აწარმოა თუნდაც ხო ეს მიტინგების შესახებ ცოტანი დგანან თუ ბევრი დგანან და ესენი ხა ციხეში რომ მიდიან ეს ზოგი მოლაპარაკებით ზოგს მეტი გამოსავალი აღარც აქვს ბოლომდე გაშიშულდნენ აი მაგალითად ხო და ეს ჩერგოს რომ ამოს ეს პატარა მიტინგები იქ არის და რაღაცა ნუ საქმე სწორედ იმაშია რომ საბოლოო ჯამში როგორც სულ პატარა ოღონ მართალი იდეა ვისაც ხო ჩვენ ხო ვამბობთ რომ სიმცირეს ხო არ არის ხარ არჩეული 12 ტომიდან 1 ტომი იყო ხო ის ლევიტელების ტომიდან რჩეული სულ მაგას ამბობს რჩეული ვინ არის რჩეული ესაესაც ეგეც იზმრება სამუელსაც და სამოსკე რომელთან არის აღარ მახსოვს ბიბლიაში რომ რჩეულიერი ნაშტი არის ეგეთი იმაში რომ ცოტა ხალხია რა ცოტა და ძლიერი მებრძოლი ადამიანი შეუძლია გადაანგრიონ და მოუგო ხო და თუ სწორი იდეა გაქვს თუ იდეა ჩამოყალიბება ის იდეა ზოგჯერ გადააქვს თვითონ მაგას არ ამბობს გირჩი და თუ ის პატარა ჯგუფი რომელიც სწორი იდეა აქვს და ეს საქართველოს დამოუკიდებლობის ევროპისთვის არიან სწორედ ამ ცოტას დაუჯერებს მე ის ევროპა თუ გაჩნდა შანსი
ხოლო ჩერგოს პოლიტიკა არის რომ აი ეს შანსო გვიტოს და გაჩნდება აი ეს არის შანსიო რომ როგორმე დასავლეთი ჩვენსკენ მოვახედოთ თორე ბიძინა ისე იქცევა რომ დასავლეთი ჩვენსკენ არ მოიხედოს როგორც ჩანს ბიძინას უნდა მაინც დიქტატორული მმართველობა კონდეს საქართველოში ესე იგი შეიძლება ესეც ხანდრაც მაგას ამას არ გვინდა რა მოდი ვიყოთ იმ ბელარუსიივით ან რაღაც პატარა რბილი დიქტატორი უბრალოდ ცუდი ისაა რომ შენ კი ხარ კარგი დიქტატორი ბიძინა მაგრამ შენ რო წახვალ ვინ მოამერე შენს რა კარგი მეფეა და რატო გადავა აღარ გვინდა მონარქია და რატო თქვით ევროპელებმა მონარქიაზე უარი საბოლოო ჯამში იმიტომ რომ კარგი მეფე შეიძლება მოვიდეს და გენიალური მეფე იყოს მაგრამ მისი დეგენერატი თუ შვილი მოვიდა მე სულ დაანგრევს იმანის რაც იმან გააკეთა და ეს არის მონარქიის ცუდი მომენტი რომ ამპლიტუდა შეიძლება ძირითადად პატარა არ ხონდა ამპლიტუდა მაგრამ ზოგჯერ კარგი მეფე ძალიან ცუდი მანდა კარგი მეფე და ერთი დებილი მოვა და შეიძლება მთლიანად შეარყიოს სახელმწიფო ამიტომ უნდა იყოს ჯგუფური ერთმანეთის აი კონტროლი რა ჩეკ ინ ბალანსის მომენტი რომელიც გირჩს არ აქვს სამწუხაროდ და აი ეგ ვერ მოახერხეს თავის თავში და აი გირჩეულება თქვენ თავში ვერ მოახერხეთ ჩეკ ინ ბალანსის სისტემა იქ ხმა მახო იქ რაღაცებს იმუშო იქ სანდროლეებს უბერავს იქ დროზე ვერ დაინახეთ რომ ჯერ კოალიცია უნდა გეხსნათ რა იყო ჯერ მარტო მაგაში არა ბევრი ციხეზეც ამინისტრაციაც ბოლოში ამოთხოვენ რა თავში უნდა თქვენ თუ ჩეკ ინ ბალანსი არ არის ხალხი ვინც და ეს ტელეფონზე ვიღაცებს რომ ალაპარაკებთ ეგ აბსურდია საერთოდ იმიტომ ვიღაც დებილები გირეკავთ ერთხელ მაინც ხო შეიძლება ვიღაცას ნორმალს დაერეკო ნუ კი ვიღაცები რაღაცა თქვენიანები პირდაპირ გეთანხმებიან და მე რა დანჩენი ძნელია მაგის გაკეთება მე არ ვიცი როგორ უნდა გააკეთოთ მაგრამ ფაქტია რომ ვერ გააკეთოთ არ ვიცი ხომ ციხედან როგორ გამოვყვა ხანდრა ხო ევროპაზე ვილაპარაკე და საერთოდ პრობლემა დგას ამ დასავლეთის ახლა როცა ხანდრავა ამბობს რომ ბოლო თქვა აღარ გინდათ ევროპა თუ იარსებებს თუ არ ევროკავშირი ევროკავშირს ძალიან ბევრი პრობლემები აქვს და თუ მართლა საქართველოს ერთ-ერთი რამე ექნა რომ საქართველოს იქნას ესე ნახეთ ჩვენც როგორ უყურებთ ევროპას თქვენ ამბობთ გირჩელები რომ ღირებულება უნდა იყოსო მთავარია ღირებულებაო და დანარჩენი და ღირებულებითაც თუ ვართ ევროპელებიო თქვენ თვითონ ამბობთ და თქვენთვინვე ამიტომ ღირებულებითაც ევროპელებაო გვინდა და ამიტომ ამბობთ რომ მიუხედავად ამისა რომ ღირებულებითად ევროპა გვინდა თავად ევროპა დღეს თავად ამ ღირებულებებს არ შეესაბამება ესე იგი თავარი როგორი რაღაცაა იცი აი ღირებულების იდეალი აქ არის ევროპა აქ არის ჩვენ აქ ვართ ხო გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩვენ წავიდეთ ევროპაში აი დაახლოებით აი ესე აქ მივიდეთ ევროპასთან ან გვაქვს რომ ორივე ესე წავიდეთ ამ ღირებულებისკენ რა ამ თავარი ღირებულება საქმე იმაშია რომ თქვენ ხშირად ეუბნებით ადამიანებს რომ აიო თქვენო ევროპა იმიტომ კი არ გინდათ სხვადასხვა იმასაც იმაში არ ვიცად ნახე ეგ მაგრამ საოცარი ის იყო ხა ეგვიპტეშიც ყოფილა ძალიან ეხლა არ არის ცოტა ხნის წინ ეგვიპტეშიც ყოფილა ძალიან ესე იგი პროევროპული განწყობები ხალხში რა რომ ანუ ევროპა გვინდაო რა და ევროპულობა კი არა ევროპაო ანუ ჩვენც გვინდა ევროპა და რატო? ნუ ევროპაში 150 ევროს იძლევიანო ხელფასო თუ რაღაც. ხელფასი ის კი არა რომ აი ჯერ ისლამი როგორ დღეს ხუჯერ ლოცულობ თუ შვიჯერ ვერე ისა როგორია ხუჯე. ხო ვერე ისო რაღაც შარიათი გაგდა მოგცევის წესი იმ ქალთან რაღაცა ეს ხელს არ უწყობს ავტორიტეტები ყავს მოლები და სისტემა მართლობის სისტემა და ფასეულობების სისტემა ხელს არ უწყობს იმ ეკონომიკის წარმოებას რაც დასავლეთში ამიტომ ფასეულობებს უნდა გადახედო შენსას და ევროპულ ფასეულობებს და მე აი მათთან ჰარმონია ან სინერგიაში მოიყვან რაღაცაზე იმუშაო რა ამის შესაბამისად მაგიკარ პირდაპირ ხელფასი გვინდა და თქვენც მაგას ამუნათებთ ქართველების ნაწილს რომ აი თქვენ რო გინდათ ევროპა თქვენ ევროპული კარგი ცხოვრება გინდათ ოღონო გრუზინებად გინდათ დარჩეთო რა დაახლოებით ეს რამეს ეუბნები მაგრამ თქვენც ხო ეგრე აკეთებთ რომ ევროკავშირი ჩვენ გვინდა მხოლოდ იმიტომ რომ უსაფრთხოებით ვიყოთ გარანტირებული ესე იგი თვითონ ევროკავშირი კი არ გინდათ გიჩს და თქვენც და ყველას ნახე რა აღმოჩნდა რომ ევროკავშირი ჩვენ არცეც არ გვინდა
ჩვენ გვინდა ევროკავშირი მხოლოდ საშუალებად იმისათვის, რომ ან მუცელი გავიწყოთ და ფასეულობა არ შევიცვალოთ, ან უსაფრთხოება, ან ესე იგი ზიგზაგით წავიდეთ ევროპული ღირებულისაკენ, მაშინ ასომო ჩვენ ტრაკი არა გვაქვს იმისათვის, რომ ჩვენ თვითონ ვიაროთ. თუ ევროკავშირმა რაღაც კანონები არ დავგვადოთ თავზე უღლად რა დაგვადოთ თავისი ბიუროკრატია, ჩვენ თვითონ იმ ფასეულობისკენ ვევლიეთ ისეთი უნარო ხალხი ვართ. ამას ამბობს სანდრო. ამას ამბობ. როდესაც არ ამბობ, რომ ევროკავშირი ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გვინდა, რომ ეს ვიქნებით უსაფრთხო. მაგრამ უსაფრთხო რანაირად იყო ევროკავშირი, როდესაც თვითონ უსაფრთხოდ თავი ვერ იგრძნო ვერც პოლონეთმა და ვერც ბალტიისპირეთმა რუსებისგან. და მხოლოდ ეხლა იწყებს ევროკავშირი, რომ რაღაც 5%-ს გადაიხდის, არ გადაიხდის და შეიძლება არც ამან არ უშოროს და რუსეთმა მაინც დაარტყას, რომ არა უკრაინაში თუ უცებ რაღაც მოხდა და ჩამოიშალა უკრაინული ჯარი, მე ვნახოთ აბა როგორ იქნება ბალტიისპირეთის. ესე იგი ჩვენ ევროპა გვინდა უსაფრთხოებისთვის. მაგრამ მოკლედ ეხლა რა გთავაზობს ბიზი და ბიზი ნაკ თავაზობს. არ არის აუცილებელი ხაინდრავ. არ არის აუცილებელი ევროკავშირი, ისე შეიძლება გავაკეთოთ ჩვენ უსაფრთხოება. გარანტირება. აი მაგალითად ჩვენ გარანტირება მოგცა უსაფრთხოების პირდაპირ ამერიკამ. ყველგან ევროკავშირის გარეშე. ან თურქეთ, აზერბაიჯანის, იქით ყაზახეთის მოგცა გარანტია, რომ ჩვენ სახელმწიფოებს არაფერი არ შეეხება, ქენი რაც გინდა, მაგრამ ამ შემთხვევაში რას მოგთხოვს აზერბაიჯანი და რომ კონდეს დიქტატ აი ეს ერთ-ერთი აზერბაიჯანელი მაგალითად გამოდის ხოლმე ხშირად ამ უკრაინულ იმეებზე და ლაპარაკობს მაგის შესახებ. ჯდაანებთ თავი ამ ფსევდოევროპულ ღირებულებებს, გან ევროპა ცუდი არის, მაგრამ თვითონ ევროპასაც პრობლემები აქვს და ეხლა დავამთავრებ მაგით. აი ამ ევროპის პრობლემებზე ლაპარაკობს ის სამარაგუს, ვისაც ვკითხულობ. იქ ადამიანზე და საკმაოდ პესიმისტია, ეხლა ეს კაინი არ მომწონს მადამაინც, მაგრამ რა უნდა ვერ გავიგე თორე იც ტრარი როგორ არის ხა ყველა ვერ იქნება ფილოსოფოსი და მესმის იმიტომ რომ აი ხა ის როგორც აკრიტიკებს ღმერთს ან რაღაცას ეს თეოლოგიაში ეს საკითხები გადაწყვეტილია და ფილოსოფიურადაც რა მაგრამ მწერალი ამ ფილოსოფიურ და თეოლოგიურ საკითხებს ხელახლა აყენებს უკვე ხატრული თვალსაზრისით ამ გაგებით ის სწორია, ესე იგი, რომ ამითი შეყავს ხალხი, აფიქრებინებს ამ თემაზე და ასე შემდეგ, ამითი ის ძალიან კარგია რა, თან შედიხარ, თან ერთობი, თან ეს იდეები შენ თავში ტრიალებს, რომ კრიტიკულად კი არ მივ, ამ შემთხვევაში ცუდად კი არ მივ, არამედ უფრო ღრმად აღგზრას, რომ უფრო ღრმად და დაწრულებით გაიგო ის საკითხები, აი კაინს რა პრობლემა ედგა, აბელს რა პრობლემა ედგა, იქ ღმერთის ამასთან მიმართება, ესე იგი თეოდიციური საკითხები, ესე იგი ღმერთმა ხომ იცოდა, რატო დაუშვა ღმერთმა ეს ტანჯვა, ნუ ის რომელიც არის თუნდაც მოხდეს საკოლთაო აღდგომა შემდეგ და ყველანი სამოთხეში მოხვდეთ, მაინც რა გამართლება აქვს იმ ტანჯვას, რომელშიც გავიარეთ, ხო, ეს ჩემი პოზიცია არ არის ივანე კარამაზოვის პოზიცია, ძმები კარამაზოვებიდან. იმას მაინც ვერ ვაპატიებ ღმერთს ამდენ ტანჯვას. ნუ იმ ბავშვის დედაზე. ხო და აი აქ უელბეკის წიგნი დავამთავრე დღეს სამწიგს ერთად ვიტყვი. ხო უელბეკი სამს კი არ კიდევ სხვა რაღაცებს და უელბეკის წიგნი დავამთავრე ხა ეს ბოლოს წინა რიცხვია სეროტონინი. ნუ უელბეკი ძლიერი არის. ხშირად ამბობენ რომ აი რა არის და ძლიერია, იმიტომ უელბეკს როცა კითხულობ მე ხა მოусმინე. ეს მოსმენა უფრო დაბალი დონის ჩართულობა არის და მაგრამ როცა კითხულობ უფრო მაღალი დონის ჩართულობა. იმიტომ რომ ბოლო გაჩერდები რა და ფიქრობ და მე უკან წახვა რაღაცა გადაფურცო და აქიდებ და ცოტა აზრი გაგექცია ბმა ერღვევა და რაღაცა მაგრამ ნუ მაინც საბოლოო ჯამში ხა მოусმინე და იმიტომ რომ უელბეკზე თვითონაც ნაკითხი მაქვს და უელბეკზეც ნაკითხი მაქვს ბევრი და ბევრი რა ნუ საკმაოდ და მისი ინტერვიუები და ასე შემდეგ და ასე რომ მე დაკლებად მესმის მისი და მის ეს დამოკიდე და არის როგორ ამთავრებს მის აი ამ წიგს განიხილავს რა ნუ ესე იგი საოცარ კვეთშია რა და დეპრესიული ეს არის
საშუალო ევროპელის ტიპებს ხატავს რა, აი უცხოს ტიპები არიან რა, რაღაც თავის თავში მედიტირებული და ცნობიერების ნაკადის და ესეთ რაღაც რა, როგორ არის გამხოლოებული პიროვნების, ერთგვარი ტიპაჟი, ერთგვარი აჩელნიკე, ერთგვარი მემყუდრო ეს თუნა ჰისი კასტის, რომელიც სადაც ერთ-ერთი სიმყარე არის შენ და სამყარო რა და ცხოვრების შენ და სიცოცხლების აზრის. მოკლედ ეს ამას ჯადოსნური მთა ბერცენშვილი ოქტავაზოს ჯადოსნურ თავს რა თომას მანის. სადაც ორივე მხარი დახატულია სხვა იდეები რა, მემარცხენე იდეები, კონსერვატორი იდეები, სიყვარულის რუსეთის იდეა და მთელი ეგეთი რაღაცები ჯადოსნურ თაზე. და ბოლოს ყველანი მარცხდებიან. აბსოლუტურად ყველაფერი მარცხდება და ბოლოს ეს ომში მიდის საერთოდ. და საერთოდ 1914 წლის ომში ჩავედნები და იმ ომის გამოძახილია დღევანდელი ომების. ეს ვერ გადალახა ევროპა მოდერნმა. აი ეს გოდითა მოვლენები, რომელზეც სანდრო ამგვარი თამოვნელებს გვაყვეთრებს და რეალურად გვიბიძგებს რუსეთისკენ, ან რუსეთის ამ ომში იყო ჩართული და რუსეთის ამ ომში ჩართულობამ გაართულა ეს ომი, ეს რუსეთისკენ ყველაზე ცუც რაზეც გვიკეთებს, რუსეთისკენ მიგვექანება, რომელიც რუსეთი ნახდათ არის 1914 წლის პრობლემების გადაწყვეტა. პირდაპირ იმაში წავწუყავთ ირანში, კიდევ აი ბოლო-ბოლო ნუ აი წავიდეთ მაშინ ირანში ან რაღაც ეს ნუ აბსურდს აკეთებს რა, ძალიან ცუდ. იცი რა, ცუდაც კი არა აზრობს, არაყალიბე, ბოლომდე არ მიყავს თავის აზრი რა, მონოლოგშია და უბერავს და იქ რაღაცებს თავი, ნუ ეჭო, მე დარწმუნებული ვარ რასაც ამბობს, ევროპა კარგია, კაცო, მაგაზე ლაპარაკიც არ არის, უბრალოდ ეს შეცდომების არსებობს რა, მაგრამ ნუ რა ვქნათ. ამას აღარ ამბობს, ნუ რა ვქნათ, ეგ უნდა გაკეთებულიყო მეტი ინფორმაცია ჩვენ არ აქვს. ხო, ასე კი არ ამბობს, ცუდია, ეჭვება, მაშინაც ცუდი იყო, იგი ავღანეთში ყველგან ცუდი იყო დასავლეთ. ჯადოსნური მთა. ხო, და ჯადოსნური მთა არა, პრუსტი, მე პრუსტი საბოლოოში ხომ ამას მოყავს ეს პრუსტი და რაღაც არა ბოლოს ხო ეს არა ბოლოს პრუსტი გადადის იმაზე რომ ჯადოსნური მთა როგორ თავდება ხო ყველაფერი ნიველერდა და მე ბოლოს თომას მანი აღწერს და ეს ახტუალებით ის სიკვდილიანეციაში ახტერობა ბიჭი პედოფილი რა მოკლედ პედოფილია და ეს პედოფილია როგორ გადაძალავს რა პედოფილია როგორ გადაძალავს იმას რა ქვია ამხელა თომას მას და ევროპულ კულტურას და ამას და თვითონ თომას მასაც როგორ გადაძალავს პედოფილის აბდუჯერ ყველა ჟენი იდეა და რაღაცა დადის რაღაცა ლიბიდოზე ხო და სეროტონინი ეს არის ეს ლიბიდო თუ ჩაკალე ვაფშე აზრი აღარ აქვს ცხოვრებას მე მოყავს პრუსტის რაღაცა ნუ ლაპარაკია რომ ბოლომდე ახალგაზრდა გოგოები უნდა ჟიმო ან ახალგაზრდა ჭუჭუებზე იხტუნაო რა რომ თვითონ პრუსტის და კონან დოილი კიდე საოცარი ისე რომ ამასაც ამ ბუელბლექსაც ეს მოეწონა მისი კონან დოილის ეს ეს ლოგიკურობა და მამარდაშვილიც მაგას ამბობს რომ დეტექტივები მიყვარდა და მეც ძირითადად დეტექტივი უფრო მომწონს ვიდრე სამარაგუს ესეთი რაღაცები რა როცა ეხა მილიონი მაქვს აკითხული ამ იმაზე რა და ფილმებიც არსებობს მაგის შესახებ უკვე ჩაკეტილ სისტემაში როგორ იქცევა ადამიანი რა თუნდა მაგით ჩვენ გვაქვს მინიმუმ ორი ნაწარმოები გვაქვს ეგეთი ერთი არის დატატუტაშხია სადაც იქ ციხეზეა ლაპარაკი ხო ის ფილმში ამოგდებულია ეგ რაღაც მაგრამ თვითონ ციხში ძალიან დიდად არის გაშლის ციხის ამბავი მე დადათხო შივე არის ვირთხების ამბავი ხო ეს ვირთხების ამბავია ფილმში გამოტანილი მაგრამ თუ გახსოვთ ამ ვირთხების პარალელურად იქ სხვა ავადმყოფებიც არიან და ისინი როგორ გიждდებიან და ისინი ერთმანეთს რეებს უკეთებენ და ის თავის საცოლეს რეებს უკეთებს ერთი კაცი და რაღაცა თუ საოცარი ხო იქ ის მომენტია ის ამოგდება მის გადაღება ძალიან ძნელი იქნებოდა რა ის კიდევ ვარ და ხო აბელსეთურის ამბავი ხო ვაფშე ხო საერთოდ და მე იმასაც აქ არ ვიცი რომელ ციხში აქ ოღონ ჯაბა იოსელიანსაც აქ ციხეზე ხე სამი ციგნი მაქვს მაგის საკითხული და აღარ არც ერთი შინაარსი აღარ მახსოვს ერთი ვიცი ციხეზე ლაპარაკობს რომელია ეს რო ციხეში რომ არის
რაღაცა სარედაქტირებული წიგნია. ხო მოკლედ იქ არის ციხეზე რომ როგორც მე კაცო მთელი ლიტერატურა არსებობს ისააკ ჯერ შალამოვის ის რომანი აქ ციხე იმაში რო იყო გადასახლებაში რო იყო იქ მაგის პატარ-პატარა მოთხრობები რომ არის ის მთელი ეგ მოთხრობები მაგაზო კაცს აიკითხა მე იქ რეებია მე ეს არქიპელაგ გულაგი სოლჟენიცინის მე მთელი გამოკვლევები არსებობს ფსიქოლოგიური რა ხდებოდა ნაცის კემპში ხო კონცენტრაციულ ბანაკებში მაგაზე ფსიქოლოგიური კვლევებია ფილმები ხო არის მაგრამ კვლევები ამხელა წიგნი არსებობს სპეციალური და რამდენიმე კვლევა არის ჩაკეტილ სისტემაში როგორ იქცევ მე სექტები როგორ იქცევ რომანიც კი არსებობს ეგ უამრავი რაღაც ეხა სამარაგუზში რა ვიცი ხა ესეთი არაფერი განსაკუთრებული არ არის მაგრამ მადაც აჩვენებს ევროპულ თანამედროვე ევროპულ პრობლემას რა ეს ევროპელებს აქ ხო ანუ ამიტომ ეს სამარაგუ გინა იყიდე კი წავიკითხავ კი აუცილებლად გავალ ბოლოში რა უნდა ხა დღესვე ალბათ მაგრამ უბრალოდ თუ როცა არსებობს არსებობს ნამდვილი ლიტერატურა კი არა კვლევები ფსიქოლოგიური ნამდვილი რაღაცა თუ იმის საკითხვის თავი გაქვს ეს მე უკვე ძნელი ხდება ამის რა უბრალოდ დროს კარგავთ კი არა ერთობის პონჩი არა და ევროპა იქაც დახატულია რამხელა პრობლემებია ამ ევროპაში არ სჭირდება მარტო სანდროსისა და კონან დოილიში კიდე და მამრდაშვილიც უყვარდა რომ აი ფილოსოფოსისთვის აი ეს რაღაც დიდი რაღაცების კითხვა ოკეი კაია რაღაც მაგრამ რაღაც ეტაპზე კითხულობდა მე ნუ ახლა მაგალითად ეს სეროტონინი კაია ნუ კარგად დაწერილი თუ არის შეყავხარ ამ მდგომარეობაში და ისა კონან დოილი აი ეს პატარა დეტექტივები რა დეტექტივებში რაღაც გაყენებული ლოგიკური აზროვნება არის რა ის აკაიფო თან დეტექტივებთან გაინტერესებს ინტრიგაა ჩადებული და აი ეს რომ ბევრი ფილოსოფიური მსჯელობები იქ არ არის რა ტვინის ბურღვები რა და კონან დოილი და რა იქ ერთ მომენტს არ ტყავს იქ რომ აი კონან დოილმა ამდენი უბედურობა გადაიტანაო და მე სპირიტუალი ქრისტიანობას ვეღარ მიიღო ქრისტიანული ღმერთი ძნელია რა მართლა დაიჯერო ეხლა და ამიტომ სპირიტუალიზმში გადავარდო ესე იგი ნახეთ როგორ არის მარტო მხოლოდ ბერები კი იყვნენ მაგრამ აი მაგალითად იგივე სოფროის ახალობი გეუბნება რომ დიდი რწმენა უნდა ქონდეს აი ბერი რო ხარ ძალიან ღრმა და დიდი რწმენა უნდა ქონდეს რომ დიდი რწმენა უნდა ქონდეს რომ ყოველდღიურობაში აი ამ შენ დეპრესიულობას სასარგებლობას და აი ეს ლოზუნგი სოფროის ახალოთან არის ჩაიყვანე შენი თავი ჯოჯოხეთში და იმედი არ წარითო მაგრამ რწმენით რწმენა და რწმენა უნდა ქონდეს ძლიერი რომ ამას ყველაფერს გაუზო სადაც ეს ურწმუნოება არის მაგალითად აი ხა პაპზე რომ არის ფილმი გადაღებული ამ თვითონ რაცინგერის ციტატები რაცინგერის შემხვდა ეხა იქ ლიტურგიაზე მსჯელობს სადაც ის ამობს რომ ნუ როგორ ჯელობს იცი ისო კლავ რწმენა რომ ღმერთმა ამ ლიტურგიაში რაღაცას აკეთებს ის შეიძლება ეს ლიტურგია არალოგიკურია მაგრამ სწორედ ღმერთი არალოგიკურში ლინდება და ნუ რაღაც ესეთი ჯელობა აქვს ესე იგი უკვე შეიძლება პირდაპირ სასწაულები არ ხდება არაფერი არ ხდება შენ მაგრამ შენ მაინც უნდა ამის ერთგული უნდა დაშერწმენა როგორც ერთგულება ბერძნულ ენაში ესეა პისტი და ემპისტუს სარწმუნოება და მერწმუნე რო ეუნებია და დამიჯერე ხო მერწმუნე ზოგ ქართულში მერწმუნე გქონა და ნუ ამთავრებს შემდეგ ამთავრებს ნუ უელბეკი ამ რომანს ამთავრებს იმითი რომ გული გვაქვს გაქვეებულიო და ესე იგი საბოლოო ჯამშიო ყველაფრიდან ლიბიდო უნდა გქონდეს ვნებების და ეს სხეულის კისტქმა არის მთავარი და თანამედროვე ფილოსოფიაში სწორედ ეს ახალი მატერიალიზმიც ამაზე არის რომ ჩვენ სხეულს უნდა უთხრათ კი ესე იგი სხეული არის ისეთი რამე რომელიც უარყოფა არ შეიძლება აი ეს სხვადასხვა სამარაგოსთანაც ამ კაენთანაც ეგ იჩდება რომ ამას სხეულებრივი ისინი აქვს რა რაღაცა სულილები საჭმელი ეს ამის ნიადაგზე ტრიალებს და ღმერთი რას თავაზობს ამის გარდა ისე სამოთხეში გემრიელ საჭმელს ხო რას თავაზობს ბოლო ღმერთი განხორციელებული ამის მინიშნებაც არის იმაში ამ სამარაგოსთან ჯერჯერობით გავალ ბოლოში ნახოთ და რას იზავს მე და აი ამ სიტუაციაში ესე იგი უელბეკიც აქ არის რომ
უნდა იყოს ესე იგი რომ ჩვენში უნდა გავაღვივოთ ეს ლიბიდო ესე იგი სიყვარული და როცა ეს სიყვარული რაღაცნაირად შეგემთხვევა არ ვიღაცა შეაყვარებ თავს არ უნდა გაიქვა გული და მისთვის ღირს რაღაცის გაკეთება ისე როგორც ამ სამარაგოს აი ამ იმაში არის ხა ჯერჯერობით ესე ჩანს იქ ერთი ქალია რომ თავის ქმრის გულისთვის არ ბრმავდება მაგრამ უშიშარი ქალია იმიტომ რომ შიშის დროს ემან ბრმავდებიან და ეს აი ამ განავალში და ამ უბედურობაში არის ეს ქალი მხოლოდ იმიტომ რომ თავის ქმარი უყვარს და ეს სიყვარული როგორც ქრისტიანული მცნევა ვიყვარებოდა თუ ერთად როგორც ეს იმაშია ლიტურგიაში გვიყვარდეს ერთმანეთი რომ ერთობით ვაღიაროთ აღვიარებდეთ ამაზე ადრე ვილაპარაკე რას ნიშნავს არის ომოლოგუმენ ესე აღიარა ომოლოგუმე ერთად თანა ვიმეტყველოთ თანა დავასტრუქტუროთ ერთად თანა დავასტრუქტუროთ რომ შეგვიძლია ერთად ჩამოვქნათ და ჩამოვასტრუქტუროთ და რაღაცა სტრუქტურა თუნდაც პოლიტიკური სტრუქტურები შევქმნათ ამისათვის ერთმანეთი უნდა გვიყვარდეს და რა არის სიყვარული არის ერთმანეთისთვის რაღაცის კეთება თუნდაც ეს კეთება არ გინდოდეს რა ვთქვათ რაღაცა უნდა მოინდომო და შენში უნდა გააღვივო აი თუნდაც ეს სხეულებრივი ლტოვა რა სექსი უნდა გქონდეს და ესეთი და ვისაც უნდა შენთან სექსი გქონდეს იმასთან გქონდეს და თანხმდა და მხოლოდ აი ესეთ ვითარებაში შეიძლება ჩამოსტრუქტურდეს და გააჩავე როგორც ერად და როგორც ახალ ევროპად. მოგეთ ევროპასაც და ჩემი აზრით და ამერიკასაც და ყველას გვაქვს იდეა და იმ იდეების ერთგული უნდა დავრჩეთ და ესეთი все не так однозначно, ყველაფერი არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. ეხლა რასაც ეხლა ეს სანდრო ბოლოხანებში მოსჩენად უბერავს, ცოტა ტორნოზებს უნდა მიაჭიროს, ვად მუხრუშჩები უნდა დაიჭიროს. იმიტომ რომ ბიჭებო, გინდათ არ გინდათ, მაგარ ბაბლში ხართ მოქცეული და ცოტა ფთხი მე ეხლა იმიტომ ვარ ეშმაკის ადვოკატი, იმიტომ გელაპარაკებით ამას, თუ ვინმე თქვენგანი ისმის, როგორმე ესე შეგაჯანჯღავთ, იმიტომ რომ სანდრო რასაც შენ ამბობ, არის ნიფსო так, однозначно შეიძლება სხვა რამის თქმა გინდოდა, მაგრამ ეს თქვი, როგორც მაშინ ჯარზე ილაპარაკეთ, რომ მონები არიან, სხვა რამე გინდოდათ, მაგრამ როცა მიხვდით, რომ აი რა გინდოდათ, ეს ამ სიტყვებში კი არა, ამ სიტყვებში უნდა გაგვიფორმირდეთ, მე მეტით რომ სანამ დრო გაქვთ, სწორად ილაპარაკეთ. სისულელეს ნუ ლაპარაკობ სანდრო. ქვეყნის ღალატს ნუ ლაპარაკობ. და პუტინის ენა ნუ გამოიბი ეხა და ველაპარაკები აქეთ. გეყოფა. ეი, ტორმუზი, მუხრუჭი. ბრეიქს